მოგესალმებით, წინასწარ გილოცავთ ახალ წელს, ჩვენ წინასწარ ახალ გადაცემა გვაქვს, ირაკლი ქადაგიშვილი არის მეორე სტუმარი. სიახლით დავიწყოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებმა დაასანქცია ივანიშვილი, ეს არ არის მაგნიტსკის სია, ეს არის ინდივიდუალური სანქცია. არნახული სიხარულია ლიბერდებილებში მეგობრებო და რა თქმა უნდა, გასაგებია ის გაკეთდა, იმიტომ რომ მუხტი ქრება, ტატუიროშიკებისა და დებილების მასში არ აძლევს შედეგს. და 29-თვის საჭირო რაღაც დამატებითი შეფითილება და ეს გადაწყვიტეს, რომ ეს შეფითილება ხალხს, ასე ვთქვათ, მეც გამოიყვანს ქუჩაში, დარწმუნებული ვარ, ესეც უშედეგო იქნება და შემდეგ ალბათ ჯონ ჯეი რემბო, ჩემი აზრით, ბოლო სანქცია ეგაა, რომ ჯონ ჯეი რემბო ჩამოვა და დაგვიჭერს ყველას და გვცემს, კი ბატონო. მოდით ამ თემით დავიწყოთ, ბატონო ირაკლი, თქვენ სიტყვა. დიახ, ნუ აქ რო იტყვიან უკვე აი ყველაფერი ხელის გულზე დევს. კი ბატონო. ანუ თურმე რა მიზანი ქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ მეგობრობას საქართველოსთან. ამის ერთადერთი მიზანი აღმოჩნდა, რომ იყო რომ შენ უნდა ყოფილიყავი ვასალურ დამოკიდებულებაში მასთან და განსაკუთრებით ეს კარგად გამოჩნდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს თქვა რომ რა თქმა უნდა მე სოლიდარული ვარ უკრაინის, სოლიდარული ვარ საერთაშორისო საზოგადოების, გმობ რუსეთის აგრესიას, პირნათლად ვასრულებ საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ მოკლედ მარტივად რო თქვა რუსეთთან ომში მე ვერ შევალ. ეს არ შედიოდა როგორც აღმოჩნდა გლობალური ინტერესების მატარებელ აი ამ ძალებში და დაიწყო საქართველოს შევიწროვება გეგმაზომიერი, თანმიმდევრული მაგრამ საქართველოს ამას ღირსეულად უძლებდა. მე ეგონათ რომ არჩევნების გზით მოახერხებდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას და იმ ხელისუფლების მოყვანას, რომელიც რა თქმა უნდა უსიტყვოდ შეასრულებდა მათ ყველა მოთხოვნას და საქართველოს გახდებოდა ცეცხლოვანი რკალის, ასე ვთქვათ, ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, მაგრამ არჩევნებში ხალხმა სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო და ამის შემდეგ უკვე დაიწყო მაკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული გეგმის განხორციელება, რომელიც ნიშნავდა საქართველოში რევოლუციის მოხდენას. ეს რევოლუციაც არ გამოვიდა, მუხტი სათანადო არ აღმოჩნდა, შტურმმა ვერ აიღო და ვერ ჩამოაქცია სახელმწიფო ინსტიტუტები, სხვადასხვა ტიპის სანქციების შემოღებაზე დაიწყეს საუბარი და ნაბიჯ-ნაბიჯ ამის შემოღება და ბოლოს უკვე როდესაც 29 დეკემბერს საბოლოოდ გაზდის მათ ბოლო სახელისუფლო დასაყრდენს სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, გადაწყვიტეს რომ იქნებ პლუს ამას მივამატოთ კიდევ აი ეს სანქცირება ბიძინა ივანიშვილისა, რომელმაც შეიძლება რაღაცა სიცოცხლის ახალი სული შთაბეროს ამ ისედაც თვითონაც კარგად იციან ამ გაკოტრებულ ოპოზიციას. ამას ორი მიზანი აქვს, ერთი როგორც მოგახსენეთ რომ რა თქმა უნდა, შური იძიონ საქართველოზე, აქ სხვა მეტი არაფერზე არ არის საუბარი, პირდაპირ შურის ძიებაზე არიან გადასული. ამავდროულად რა თქმა უნდა იციან, რომ მათ დრო ცოტა აქვთ და ყველას ხმამაღლაა განცხადებული 29 დეკემბერი რაღაცა ბოლო მიჯნაა და 20 იანვარი ხო საერთოდ აპოკალიფსისება მათთვის 20 იანვარი გლობალურად ცვლის ვითარებას, გამომდინარე აქედან რა თქმა უნდა 20 იანვრისათვის მაქსიმალურად გართულებული ვითარება უნდა დაახვედრონ ამ ახალ ადმინისტრაციას, არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ, მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთ-უკრაინის აი ამ ფრონტზეც და ჩვენ ხედავთ რომ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკა არის მშვიდობისკენ წასვლა, ხოლო წარმავალი ადმინისტრაცია ბაიდენისა მაქსიმალურად ცდილობს რომ ესკალაცია გაზარდოს რუსეთ-უკრაინის ამ დაპირისპირებასა და ომში. ამავდროულად არის რა თქმა უნდა მეორე ფაქტორი, იმიტომ რომ ხედავენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული იდეოლოგია გააჩნია, რომელსაც კონსერვატული ხედვა აქვს, ასე ვთქვათ, სოფხედველობრივი კუთხით და რა თქმა უნდა, აი როგორც ამ უკიდურეს ლიბერალურ ფაშიზმს სურს რომ ამ კუთხითაც რა თქმა უნდა ვენდეტა განახორციელოს ამ ჩვენ ეროვნულ ხედვებზე და ეროვნულ პოზიციაზე. ამის შემსრულებლები აქ ადგილზე
ყავს ამ ათეული წლებით ნაკვები არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს პარტიები, რომელთა ლიდერები სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან მსჯავრდებულები, რომელთა დანაშაულებები მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში თუ არბიტრაჟებშიც დადასტურებულ აღიარებულია, მაგრამ რაც ყავთ ეს აყავთ და ამით ცდილობენ ისინი საქართველოს რო იტყვიან დაჩოქებას, მაგრამ არ გამოსდით ეს, არც გამოუვათ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის და მან ეს 2011 წელსვე, როდესაც პოლიტიკაში მოდიოდა, განაცხადა თუ რატომ მოდიოდა, რისთვის მოდიოდა და ისიც კარგად ითქვა მაშინაც და ეხლაც, რომ მას გადადებული აქვს თავი იმისათვის, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესები, ასე ვთქვათ, იყოს წინა პლანზე წამოწეული. ეს სანქცია დღეს უბრალოდ ფორმალურად გააჟღერეს, თორემ ჩვენ ყველა კარგად ვიცით ეს ეპოპეა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება ამ პიროვნების გარშემო. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება გავრცელდა, სადაც ამბობენ, რომ ივანიშვილმა და ქართული ოცნების ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახოს და ასე შემდეგ, ხო? ნუ ეს გასაგებია, ხდება იმიტომ, რომ ეს პროვოკაცია, პირდაპირ თქვათ, რომ ამას რა თქმა უნდა, არც ქართული ოცნება და არც ერთ ქართველი არ იზამს, მაგრამ ჰიპოთეტურად არის ეს შემთხვევა, როდესაც მეუღლეს ეჭვი აქვს, რომ ვიღაც ქალთან შენ სექსი გქონდა და მთელი ცხოვრება გიღიჟინებს ამას და მე ეშმაკი შეიძლება შეგიშდეს, რომ ბარებისაც ვისჯები და ხორცადო თქო რა, მომიწერეთ, კაცები გამიგებენ, არის ეგეთი მომენტები ცხოვრებაში და შეიძლება შეგიშდეს ეშმაკი და ბარემ რუსეთი ვარ, ბარემ ავტორიტარი ვარ და ცოტა პატარა როგორც მიშა, არა როგორც დაუშვათ პინოჩეტი, ისე ხო არ მოვიქცეო, აი ეგეთი გაზდა ცდუნება. აი მაგალითად დახურო ტელევიზია, იცით რატო? მაგალითად თავარი დახურო, იმიტომ რომ მისივე დირექტორი აცხადებს, რომ აქ მილიონობით ფული თეთრდება. არ დახურო, ფინანსური შეუშვა. ხო შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდეს. იმიტომ რომ ამაზეც უტექსტს ხო არ დაწერეთ. კაც გვეუბნებიან რომ ჩვენ ჩამოვშალეთ დემოკრატიული ინსტიტუტები. 5 არხი დედას გვაქინებს ყოველ წუთში. იცით რა არის რომ და კიდე ბევრი სხვა რა. ჩვენი პრინციპული არჩევანია თავისუფლება და დემოკრატია. ჩვენს მოთმინებასაც აქვს პრედელი. არა, ერთი ხო და აი მოთმინდებით უნდა ჩვენ გადავარჩინოთ სწორედ თავისუფლება და დემოკრატია. აი ეს განაცხადი, რაც მან წერია, ჩამოშალეს დემოკრატია, არის სწორედ ჩამოშლილი დემოკრატების განცხადება. კი ბატონო. მეტი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა. და ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, დემოკრატიას არ ჩამოშლით, თავისუფლებას არ ჩამოშლით. ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, ვინც თავისუფლებას და დემოკრატიას შეინარჩუნებს. იმიტომ რომ მოვა მალე დრო, როცა ეს ბრძოლა ქართველი ხალხისა, მათ შორის ქართული ოცნებისა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისათვის, თავისუფლებისათვის და მშვიდობისათვის სათანადოდ იქნება დაფასებული. და ვინც ამას ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია ჩამოიშალა, სამწუხაროდ მათ აქვთ აი ეს მძიმე ვითარება და იძულებულები არიან, რომ ასე ვთქვათ, აი ესე ისაუბრონ თეთრზე შავი. როდესაც არა, მან გასაგები ეს რატო ხდება? გლობალური ჩანაფიქრებას არ ღირს ამ თემას. გლობალური ჩანაფიქრი არის გასაგები. პირველი ეს არის, რომ მაქსიმალურად დაძაბონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, შემდეგ ტრამპს მოუწიოს მინუსიდან დაწყება. საქართველოსი არ ვამბობ ზოგადად. რუსეთთან იქნება ეს, თურქეთთან იქნება თუ ასე შემდეგ. ეგ საკეთება არეულ მსოფლიოს უტოვებენ ტრამპს. ეგ განგებ ხდება, ეგ გასაგებია. და მეორე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენს ხელისუფლებას, თვითონ ჩვენთაგანს უკვე რაღაცა კომპლექსი მოეხსნას და მართლა რაღაცა ისეთი ქმედება განახორციელოს, რასაც იმსახურებენ, მაგრამ გასაგებია რომ ეს არ იქნება. ეხლა 29-ზე გადავიდეთ, ხო? ნუ გასაგებია რომ ეს მიფიცილება არის იმ ტატუიროვშიკებისა და ზუკა რეჟისორების ასეთი მარშები იყო, ხო? მე-6 სკოლელები, 150 სკოლელები ყოფილები და ასე შემდეგ, ხო? და რომ მივიდნენ ეს ყველანი ერთად მივიდნენ და რა გააკეთონ არ ვიცი ზუსტად ეხლა კარგად რომ ჩაშალონ ინაუგურაცია რომელიც პარლამენტის შენობაშია და ეს არ არის პირველი ინაუგურაცია რომელიც მათი იმართება თუ 29-ში ჯაჭვით შემოეტყან კუდიანის სასახლეს ხო მაგის სასახლე არ არის სადაც კუდიანია აი რა უნდათ რისი გაკეთება უნდათ რა არის გეგმა რა არის რომ ბოლო აი რაც მაკეინის ინსტიტუტის ამ გეგმაში იყო გამოცხადებული ხო
არჩევნების შემდგომი მოქმედება. კი, ჩვენ ვიცოდეთ. ანუ ბოლო არის რომ რამენაირად სისხლი უნდა დაღვარონ რა. ხო, სვერპლი. აი ეს არის ხო, მთელი ეს ჩამოიშალა დემოკრატია და ეს ყველაფერი არის ზღაპარი, რა ვიცი, შავი ლაქა რა მე თუ მკითხავთ არ მინდოდა არაზროს ეს მეფიქრა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამერიკის ასე თქვათ ცხოვრებაში და მათ დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ ზოგადად არა მარტო საქართველოს პირდაპირ გეტყვი. ხო, აქედან გამომდინარე, ახლა ბოლო ეტაპი არის აი ამ გეგმის, რო იტყვიან, თუ ესეც ვერ განახორციელეს, მაშინ მართლა თქვენი თქმის არ იყოს, დესანტი უნდა გადმოსხან რემბოსი. ხო, აი ეს თემა არის მეტი არაფერი, რომ რამენაირად იქნებ 29-ში სისხლისღვრა მაინც გამოვიწვიოს. რანაირად უნდა გამოიწვიოს ეს გზა. რანაირად უნდა გამოიწვიოს, არ ვიცი. ახალი შტურმი უნდა დაიწყონ ინაუგურაციის დროს უნდა დაიწყონ შტურმი. ხო, იმიტომ სხვანაირად, რა თქმა უნდა, მათ და ცემს პირდაპირ მნიშვნელობით კანონის ფარგლებში ცემს სპეცრაზმი. არ ცემს, წყალს მიასხავს, დაშლის, რომელიც გადმოვა შეტევაზე, იმას დააკავებს და ასე შემდეგ. ესია. არა, ეს უნდათ, ეხლა ეს გამოვათ თუ არ გამოვათ, ეგ სხვა ამბავი არის. ეს უნდათ. იმიტომ ეს ითქვა, რომ ამდენი ხანი რომ სისხლი, ჩვენ ხო არა ვთქვით, მათ თქვეს, ხო? ამერიკელმა თქვა, ხო? იმ გეგმის შემდგენმა თქვა, რომ ამდენი ხანი რომ სისხლი არ დაღვირვა, გასაკვირი არისო. სიტყვით ეს მან თქვა, სხვა არავის არ უთქვია. ხო, აქედან გამომდინარე ეს დარჩენიათ, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ ეს დარჩენიათ. და ამიტომ ეხლა უნდათ რომ რამენაირად დაპირისპირება გამოიწვიონ, რომ უკვე ვადაგასული პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, გააქეზონ იმაზე, რომ რამენაირად, ასე ვთქვათ, ეს დაჯახება მოახდინოს და ეს ყველაფერი აქედან წაიღება სიტუაცია, რომ ფარჩაკდება ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ლიბერდებილური აქტივისტები. რაღაცა მარტს გადმოაგდებენ კიდევ ეს. ეხლა სანქცია ბიძინა ივანიშვილის კაცისა, რომელსაც აქვს უკვე სანქციები და რომელსაც თქვა რომ სამშობლო არ იყიდება. ესე თქვა პირდაპირ. თვითონ ამბობენ გამოდიან ბოლო წელს 800 მილიონით გაიზარდა მაგის ქონება, ბლუმბერგი წერს და ატრიალებენ нас. ეხლა როგორ არის რაშია საქმე, ანუ როგორ იქნება, აქვს ფული, აღარა აქვს ფული, ეს დასანქცირება. მე ვიცნობ, მაქვს ბედნიერება, რომ ვიცნობდე ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის რო ეშინოდეს, ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ბიძინა ივანიშვილს იმდენად ეზიზღება, როცა აშანტაჟებენ, რომ აი ეს გადაწყვეტილება 10 მაგძალას შესძეს. მე მაშინ ვარ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ. არა, ეს ხო არ არის გათვლილი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიხევს დებილებზე არის გათვლილი. ხო, ეს გათვლილია ამაზე, რომ აჰა, მეტი რაღა გავაკეთოთ რაღაცა ქენით. ამაზეა გათვლილი, თორე ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილზე ეს არ მოქმედებს. თორე ეს რომ მოქმედებდეს ბიძინა ივანიშვილზე, აქ სახელმწიფო მდივნის მოადგილე რო იყო მოკლედ ჩამოსული, ხო? ის კაცი. ხო, ის კაცი. ბიძინა ივანიშვილი რატო არ შეხვდა? იმიტომ უთხარ რომ არ შეიძლება ორ ადამიანს შორის შეხვედრა იყოს, როცა ერთ ადამიანზე გაქვს შანტაჟის ლულა მიდებული შუბლზე. თუ შენ ჩემთან გინდა საუბარი, ხო, აი არ ეზიზღება შენ. შენ ეს ლულა ნუ გაქვს ჩემზე მოდებული. შენ მე ვთვლი პარტნიორად, ქვეყანად, ადამიანად, ღირსების მატარებელ ადამიანად, ხო? და შენი თავი ეგეთად მიგაჩნია. მაშინ ეს შანტაჟის ლულა მომხსენი და ისე შემხვდი. ისე რომ შენ შანტაჟის ლულის ასე ვთქვათ ქვეშ გელაპარაკო, მე ესეთ ლაპარაკის მომხრე არ ვარ. ხო, ისეთ რაღაცები წერენ ირანზე რო წერდნენ 79 წელს, დაახლოებით ისეთივე რაღაცები უწერიათ და არ შეიძლება რაღაცას არ უნდა გადააჭარბო. ზღვარს არ უნდა გადახვიდე რა. იცით რა არის რომ ანუ ისინი თვლიან რომ იმდენად დიდი ვართ ჩვენ რომ რა მოხდა ახლა ერთ პატარა საქართველოში თუ 3 მილიონ ადამიანს გული გაუტყდება ელემენტარულად უსამართლობის გამო. აი ეს სათვალავში არა აქვთ. ამან კიდევ ერთხელ გვიჩვენა ჩვენ რომ ამ ქვეყანას უყურებდნენ როგორც კარგ შემთხვევაში ბანანის რესპუბლიკას. აი ეს არის ყველაზე დიდად სამწუხარო რომ ამ ქვეყანამ რომელმაც რა ვიცი საერთაშორისო სტაბილურობისათვის რამდენი რამე გააკეთა ავღანეთში პროცენტულად თუ ვიმჟელებთ ხო ალბათ ამერიკელების და ინგლისელების მერე მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით პირველ ადგილზე ვიყავით და ინგლისელებზეც წინ მაგრამ ეს ყველაფერი როგორც კი ინტერესი შენი ქვეყნისა და მათი
ამ ქვეყნის ომში ჩართვისა ერთმანეთს არ დაემთხვა, ყველაფერი უგულებელყოფილი იქნა და ყველაფერი სტანდარტული ის ცუდი რაც კი შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ერთიანად გადმოაყენეს. ჯო ვილსონი მაგალითად როგორც არ წარმოადგენს. ჯო ვილსონზე წარმავალი ადმინისტრაციის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე აგებული გეგმების დედავატირე. ანუ რა ხვალ ჯაჭვში ჩადგებიან და რას იზავენ, ვის შემოარტყავენ ჯაჭვს? ეხლა ეთერი რო არ იყოს, მე ვიცი ადგილები სადაც ეს ჯაჭვი შეგვიძლია შემოგვავლონ, მინიმუმ მე. მაგრამ არ მოეწონებათ ეს მითითება, ხო? და რა უნდა მართლა ვერ გავიგე. ანუ ეს არის გეგმა, რომ ჩვენ ეხლა დავასანქცირებთ, ჩვენ ვიწყვით რაღაცეებს დავემუქრებით და იმ ანეკდოტის მომგონებელ ხალხს, რომელსაც ჭიჭიკიას ანეკდოტი ვინ გითხავს ბრეჟნევსა ცეცხლიდან რომ გადმოხდა. მარტივად რო ვთქვათ, ნახეთ გეგმა როგორ მუშაობს რა. რომ რა? ანუ არჩევნების წინ იყო დიდი საერთაშორისო ინტერვენცია, ხო? კი ბატონო. დაარღვიეს ყველა საერთაშორისო კანონი, დემოკრატიის ყველა ნორმა, სუვერენიტეტის ყველა ნორმა, მინისტრები, ელჩები ატარეს, მიტინგები ატარებინეს. ზოგი თავმჯდომარეზე აღარ არის? ხო, შედეგი ვერ დადეს. შედეგი ვერ დადეს, მერე დაიწყეს შეტევა, ასე ვთქვათ, შტურმი. შტურმით შედეგი ვერ დადეს, მაგრამ შტურმით ის შედეგი მიიღეს, რომ შტურმი შენ როგორ შეაჩერე და როგორ დაშალე, ამისათვის სანქციები გეკუთვნის. ამერიკაში არ ეკუთვნის, სოფლიოში არსად კონგრესში ამის გამო არ ეკუთვნის, მაგრამ საქართველოს ეკუთვნის. კარგი, დამტკიცე სანქცია. ამანაც შედეგი ვერ გამოიღო, ხო? იქ აი დამუქრებები და ასე შემდეგ შედეგი ვერ გამოიღო. ეხლა მოკლედ დავასანქცირებთ ბიძინას. და რა მოხდება? არა, ამით ამ ოპოზიციას, რომელსაც უკვე ფერუმარილი აღარ ქონდა, იქნებ ცოტა ფერი. და რა? მოუვა ფერი და რა სიზა? არა ფერი, ნუ უბრალოდ ბოლო რო იტყვიან მცდელობას კიდე შევეცდებით. და ეს ბოლო მცდელობა შევეცდებით არის 29. გამიგეთ და რა უსუსური მცდელობა არის? ხო, ნუ რაღაცა. და მაგას ვამბობ. იმის მაგრო დაელაპარაკო. უბრალოდ რაშია ეს საქმე, რომ აქ ხო სახაზრზე აღარ არის ლაპარაკი. არა, მართლა არა. აქ არის შურისძიებაზე ლაპარაკი. აშკარად. შენ ამ პატარა დავითმა ამხელა გოლიათს სიტყვა როგორ შემომიბრუნე? შენ ვინ მოგცა უფლება განსაზრო როგორ უნდა მოიქცე? ვინ გითხრა შენ რომ შენ ოღონდ როცა ოღონდ შეიძლება ეს ხალხი ფიქრობს რომ ეს ქართველები თურმე 9 აპრილს მართლა დასაჯელები ყოფილანო. როდესაც საბჭოთა კავშირის დროს თავისუფლების ჯერესეთი საბჭოთა კავშირის დაშლა ამერიკას არ უნდოდა. ის რა თქმა უნდა ანუ ამ ფორმით დაშლა არ უნდოდა. თუ გახსოვთ კიევში ჩავიდა პრეზიდენტი ბუში უფროსი. ყველაფერი კარგად მახსოვს. ამათ არ ახსოვთ პატარა ლიბერდებილებს, მაგრამ იცით ამერიკის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის წინამდე რო გამოდიოდა, იცით ეს ამბავი? გახსოვთ რა, გითხეთ აბა, გამოვიდა და თქვა რომ საბჭოთა კავშირი უნდა შენარჩუნოს ეშინოდა ბირთვული იარაღის და კონტროლის დაკარგვის მთლიან რეგიონზე. კი ბატონო. ხო და ეხლა შემდეგი შეკითხვა. ეს ვაი ბიზნესმენები, ეს თემა მათ შორის ჩვენც ვიყავით, ვინც ეს თემა აწია. მეღვინეები შეხარ ჩემი ბატონი, კახელი კაცი ხარ, ძალიან კარგად იცი, რა წვლილი აქვს რუსეთის ბაზარს ჩვენს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში, ხო? ნუ აი, ღვინის ძალიან დიდი რაოდენობა გადის რუსეთის ბაზარზე. აი, კომპანიები, ერთ-ერთი თვილღვინო, ბევრი კომპანია, რომელიც ძალიან დიდად ვაჭრობს რუსეთთან. ოღონდ იქიდან მოგებული ფულით ევროპის სახელით გვამხობს. როცა ეკითხები რომ რატო არა ის სხვა არის ბიზნესი სხვა არისო და ესო სხვა არის. ხო, ნახეთ რა შეა საქმე, ანუ ზეხა თუ ავიღებთ მეღვინეობას კონკრეტულად 70%-ზე მეტი ქართული მეღვინეობის ბაზარი გახლავთ რუსული ბაზარი. და ხლა ვინც ამ დარგში ცოტათი ოდნავ ჩახედულია, სახელმწიფო ყოველწლიურად მილიონობით თანხას ხარჯავს იმისათვის რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოახდინოს ალტერნატიულ ბაზრებზე. მილიონობით ლარს. და ყველა ეს მეღვინეობის კომპანიები უფასოდ სარგებლობენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე თუ კონკურსებში მონაწილეობით და ამას სახელმწიფო უკეთებს პრომოუშენს ამ ქართული ღვინოების გატანა სხვა ბაზრებზე საქართველოს ბიუჯეტი აკეთებს და ჩვენი პოლიტიკა არის ეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა ციფრი არ მინდა შემეშალოს, მაგრამ დაახლოებით 75% ქართული, ასე ვთქვათ, მეღვინეობისა და აი ამ ალკოჰოლური პროდუქციისა მაინც გადის რუსეთზე. ანუ ეს არის ის ბაზარი, რომელიც ტრადიციულია, ბაზარი მომხმარებელი იცნობს ქართულ პროდუქციას და ასე შემდეგ.
ურთულესი თემა არის შენ ღვინის მწარმოებელ ევროპაში გაყიდო იგივე რაოდენობის ღვინო, როგორც არაღვინის მწარმოებელ ტრადიციულ რუსულ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, რომ სახელმწიფო მილიონობით თანხას ხარჯავს სწორედ ამ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის, რომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩემი ფულით ვაკეთებ ამას, სახელმწიფო ეხმარება ამაში. რაც შეეხება ზოგადად ბიზნესის ამ დამოკიდებულებას. ნახეთ, აქ რაშია საქმე. სწორედ ქართულმა ოცნებამ შექმნა ის პირობა, ჩამოშლილი დემოკრატიის პირობებში, რომ ბიზნესი თავისუფალია. ადრე ბიზნესმენს მიტინგზე გავლის შემთხვევით რომ გაევლო, მას სემდნენ, უსწორდებოდნენ ფიზიკურად და რამოდენიმე $100,000 გადახდა მოუწევდა საგადასახადო სისტემაში. აქედან გამომდინარე, ეს ასე ვთქვათ, ჩამოშლილი დემოკრატიის ეს ერთი მონაპოვარია. არ ვიცი ზოგიერთს რა უნდა. გვერდები ეკავება იქ. მე მაგათმაგივრად. მაშინ ხო, მე ცოტა ქუჩური მენტალიტეტიდან გამომდინარე. ესე იგი იტანდა, იმსახურებდა, იქ უნდა იყოს, უნდა უთხრა ჯოხი. ხო, ანუ მისი მენტალიტეტი არის სხვანაირად მოწყობილი, გამიგეთ? ანუ მას გონია, რომ სახელმწიფო რო ხელს უწყობს მას ბიზნესის განვითარებაში და მას ებრძოლოს სახელმწიფოს. ვერ გაურჩევია მას პოლიტიკური, როგორც ერთი ადამიანის ინტერესი, მიკერძოებულობა კი არა, გემოვნება, ვის დაუჭერს ხალხს, როგორ დაუჭერს და ის რომ მას თურმე აქვს იმის ფუფუნება, როგორც ბიზნესმენი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ გაილაშქროს, ჩამოშალოს და რაღაცა ასე თქვათ შემდგომ პრეფერენციები მიიღოს. ეს არის ამაში განსხვავება. თორე ის კი არ არის პრობლემა, რომ რუსეთში ვაჭრობს. რუსეთში ვაჭრობის საშუალება ამ ხელისუფლებამ შეუნარჩუნა. ბიზნესის გავრცელების და გაძლიერების საშუალება ამ ხელისუფლებამ მისცა. ასე რომ ესეც ჩამოშლილი დემოკრატიის დამსახურებაა. ჩამოშლილი დემოკრატიის დამსახურებაა, რომ ამ ბიზნესს საშუალება აქვს, რომ ტელევიზია, ეგრეთ წოდებული კრიტიკული ტელევიზია დააფინანსოს, პოლიტიკური პარტიები დააფინანსოს, თვითონ იყოს პოლიტიკაში, რამდენად წარმატებულად სხვა, მაგრამ იყოს. ასე რომ ეს არის ყველაფერი ამ ჩამოშლილი დემოკრატიის დამსახურება. ეხლა ამ ხალხს უნდათ, რომ ეს ჩამოშლილი დემოკრატია მიიყვანოს სააკაშვილისეულ კონსოლიდირებულ დემოკრატიამდე, რა დემოკრატიაც ეხლა მოლდოვაში და უკრაინაში ყავს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ ქართული ოცნება და საქართველო, რა თქმა უნდა, რეალურ დემოკრატიას და თავისუფლებას არავითარ შემთხვევაში ამათ არ ჩამოაშლებია. სტუნებაა გასაგები. აი მაგალითად ჭონია, ხო? ცეხავი კი კაცი, ფულს შეულობს, ნიჭიერი კაცია. სადაც უნდა იქ ივაჭროს, რაც უნდა ის გაყიდოს, ჩრდილოეთ კორეაში გაუყიდეთ, თუნდაც კოკა-კოლა, თუ კოკა-კოლა უხლებას აძლევს. აქ არის ძალიან მარტივი სქემა, ხო? კოკა-კოლამ დაასანქცია რუსეთი. იქ ხდება ქართული კოკა-კოლა. მე არ მაქვს ხელს კონკრეტული დოკუმენტი, რომ კოკა-კოლა ბოთლები ჯორჯია და ჭონიას ნებართვით ხდება. შეიძლება რაღაც შავი და რუხი სქემებია. მაგას თავი დავავნებოთ. 9 მილიონის ჩამოიტანა რაღაცები. იძახიან ბოთლიაო, განმარტებას არ აძლევს. ბოთლის ქარხანას თურქეთში რო არ ყიდულობს და იქ რო ყიდულობს, ესე იგი იქ უფრო იაფია, ხო? მოდი პირდა რა თუ ამას ბევრი ლაპარაკი. იქ რო 9 მილიონს ტოვებს, იქ გადასახადში მიდის ბევრი ფული. ის ბიზნესმენი ამ ფულიდან გადასახადს იხდის. და ყიდულობს რუსეთი ამ ფულიდან ტანკს, ტყვია-წამალს, ხელფას აძლევს ჯარისკაცს, ხო? მონაწილეობს თუ არა ირიბად, ხო იძახიან, ჩემი გადახდილი გადასახადებიდან უნდა მართო მეო, მთავრობაო და პირველი არხიო. მონაწილეობს თუ არა თემურა ჭყონია იმაში აქვია ომში რუსეთის მხარეს. მონაწილეობს ხალხო. თუ ასე წავიდა რა. იცით რა არის? მარტო თემური ჭყონიაზე კი არის. არა, კრებსიტის სახელია რა. ნახევარი ევროპა მონაწილეობს ამ ომში. ამ ეკონომიკით. ეხლა აღარ დავასახელებ სახელმწიფოებს, რომელთა ესტონეთი. ხო, რომელთა სავაჭრო ბრუნვა ესტონეთი, ლიტვა ჩვენზე მეტი ღვინო და კიდე არ დავასახელებ ბევრ პოლსაბჭოთა სახელმწიფოს, რომელთა ეკონომიკები რამოდენიმეჯერ გაიზარდა იმის გამო, რომ რუსეთთან ვაჭრობენ და ვაჭრობენ ევროპულ კომპანიებთან ერთად. მაგრამ იმ სახელმწიფოებს ხმას არ სცემენ. რატო? იმიტომ რომ პოლიტიკურად დღეს ფიქრობენ, რომ ესენი შეიძლება ჩვენი კლიენტურა გახდნენ. არა, გარდა ამისა მოწყვლადი არის აქ უფრო მათი აზრით, იმიტომ რომ 30 წელი ვინახავდით ლიბერდებილებს და მიდით ფას, აბა კენეთ. მოკლედ იქ არ არის იმდენი. უკვე ყველაფერი ნათელია.
რომ ფასეულობები ფაქტობრივად აღარ არსებობს, მთლიანად ჩამონგრეულია, ჩამოშლილია, აი ეს დასანქცირებაც, ეს განცხადებაც სწორედ ამაზე მეტყველებს, საერთოდ ეუთო ოდირის დასკვნა, ვის რაში ჭირდება, რაში აინტერესებთ, ხო? აქ ყველაფერი უკვე ტყუილია და აქედან გამომდინარე, მოდით ესე ვთქვათ, ტრამპმა თქვა, რომ თუ არ დამთავრდა აი ამ ძალების ბატონობა, ეს დაამთავრებს ამერიკას. იმ ამერიკას, რასაც ქვია თავისუფლების ამერიკა. ეს ამერიკა დამთავრდება. აქედან გამომდინარე, ეს ბრძოლა საქართველოს ყოველთვის რაღაცა ძალიან დიდი და ნათელისთვის იბრძოდა. დღესაც ვიბრძვით ამისთვის. რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ თქვენს და 2025 წელიწადი ნამდვილად იქნება დიდი ცვლილებების და დიდი გამარჯვების წელი, არა მარტო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის. უღრმესი მადლობა გოგა ხაინდრავა გველის შემდეგ ნაწილში გადაცემისა, რეკლამას ვნახავთ ახლა. ვაგრძელებთ 24 წლის ბოლო გადაცემას, ჩვენთან ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმაკაცი გოგა ხაინდრავა. გოგა, როგორ ხარ? მე ესეთი ამაყი არ ყოფილვარ არასოდეს რა. ეხლა 70 წლის ვდები და რა არ გამომივლია, რა ვითარებაში არ ყოფილა საბჭოთა კავშირში დავიბადე. ჩემ კამერაზე, ჩემ კისერზე გადაიარა ყველა. ესეთი ამაყი როგორც დღეს მე არას ჩვენ ყოფილვართ ძალიან დიდიერი რა. და ეს დღეს დასტურდება. მთელი მსოფლიოს პორნოლიბერალიზმი, აი ამ ბებერი გადაგვარებული ბაიდენის ადმინისტრაციის თამადობით. გვებძვის თავისი ამ ევროკავშირის აი ამ ასევე გადაგვარებული და შენ წარმოიდგინე და უგებთ. ეს არის ამაზე დიდი სიამაყე რა. ნუ აი გეუბნები, აი დღეს ვიაზრებ, ხო ფიქრობ ეხლა 70 წლის ვხდები უკვე იქით იყურები, რომ წარმავალი კაცი ხარ, მომავალი აღარა. და ჩემ გზას უყურებ და დღეს ვხდები რისთვის დავიბადე თურმე. და მადლობას ვეუბნები ყოველ დილას უფალს, რომ ამ დროს გავჩნდი და ამ ქვეყანაში. ამ საამაყო ხალხში. ამ განსაკუთრებულ ერში რა, რომელმაც მთელი ეს 1000 წლეულები გაიარა ვაჟკაცობით, თავგანწირვით, ხო? წარმოიდგინე რა მტრები ეს ფარჩაკები, ეს ბაიდენები, მაიდენები, ეს ბლინკენები და მაგათმა რა იციან ჩვენ რა გადავიტანეთ შუა საუკუნეებში. არც ინფორმაცია არ იყო მაშინ, არც პრესა არ იყო, არც შესაძლებლობა არ იყო, რომ მთელი მსოფლიოსთვის გეთქვა რა დღეში ვარ და მაინც ავიტანეთ. მაინც 100,000-მა ქართველმა თავი დადო უფლისთვის. სამშობლოსთვის, თბილისში აგერ მეტეხის ხიდზე. მაგათ რა ესმით ეს რა არის? ეგ არიციან. აი 30 წელიწადია ეს ბეცები ესენი საქართველოში არიან და ვერაფერი ვერ გაიგეს ჩვენზე. ეს არის ქვეყანა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც 2 კვირით ადრე სანამ პაკრიშკებზე ჩამოკიდებული, ბორბლებზე ჩამოკიდებული გამოასწრებდნენ იმის პორტ-არტურის ცხენს იმიდან ავღანეთის დედაქალაქიდან LGBT-ს დროშა ააფრიალეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავზე. აი ეს ის ქვეყანაა რა. აი ეს ის ადმინისტრაცია. ვის აშინებენ ეს ბეცები? ეს სამარცხვინო ხალხი ესენი მთელი მსოფლიო წარმოიდგინე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიადი ქვეყანა და რა უკნა ამ ბლინკენებმა, ბაიდენებმა, ნულანდებმა რა დღეში ჩააგდეს. დღეს რა გადაწყვეტილება მიიღეს ამ სასოწარკვეთ ამ სამარცხვინო ხალხმა. მე მინდა აი ქედი მოვიხარო, არასოდეს პირდაპირ არ მეთქვია რა. ქედი მოვიხარო ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ეს არის კაცი, რომელიც ამ ქვეყნისთვის ცხოვრობს. ამ ქვეყანას შესწირა ყველაფერი. მე ვარ ბედნიერი კაცი, რომ მასთან ურთიერთობა მქონდა მაგ და მექნება ყოველთვის და ამით ვიქნები ამაყი, რომ 21 საუკუნეში არსებობენ ადამიანები, რომელმაც შეიძლება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს ყველაფერი შესწიროს, რაც გააჩნია. პირველ რიგში საკუთარი ოჯახი და შვილები დააყენა საფრთხის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეხლაც არის ეგ საფრთხე. მაგას ვიძახი და ახალი კი არაფერი გააკეთეს. თუ გახსოვს რა, ბიძინა რო პოლიტიკაში მოვიდა, პირველი რაც გააკეთეს დაარტყეს იმას, რა ქვია, ქართულ ბანკს. ხო გახსოვს, გაკოტრება, სანქციები შემოიღეს და მაშინ მახსოვს რიგები დადგა.
ქართულ ბანკის წინ რიგები დადგა, უბრალო ქართველები მიდიოდნენ და 5 ლარს, 10 ლარს, 20 ლარს დებდნენ. ზუსტად იგივე იქნება დღესაც. ყველა ქართველის გულში, ვისაც ეს ქვეყანა ეამაყება, ვისაც ეს ქვეყანა სიყვარულება, ვისთვისაც არის დაბადებული, ხო? ყველა ადამიანის გულში დღეს დაიბადა აზრი, რომ ყველანი დადგებიან და მივლენ და ბიზნესს ეთქვენ მადლობას. შენ წარმოვიდგინე, ამას დიდი პატივი წარმოუდგენელია, რომ დღევანდელ დღეს რაც მოხდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რომელიც შეიძლება ამ ადამიანს მიეღო ჯილდოთ, ხო? ეს არის ჯილდო და მადლობა ღმერთს, რომ ყველანი ვართ ამ და თქვენი ტელევიზია. თქვენ ახლა თანამონაწილე ამ ჯილდოს, იმიტომ რომ სიმართლეს ამბობთ. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ვხედავ რა დღეში არიან თქვენი კორესპონდენტები, თქვენი თანამშრომლები, თქვენი ჟურნალისტები, ოპერატორები, ეს პატარა გოგოები, ბიჭები, ხო? მიუხედავად იმისა, რატო არიან, იცი რატო დგან? იმიტომ რომ იციან, რომ სამშობლოს იცავენ, სიმართლეს იცავენ, მომავალს იცავენ. აი კაბაში მოტრიალე კაცებს კი არ იცავენ და იმას რა ქვია ის დერვიშენ იმ დღეს გისმინე დერვიშები ჭრელკაბებში არ არის ჭრელკაბებში პეტუხები არიან უბრალოდ რა დერვიშები სხვა თემა იყო და კი მისტიკურია და მე რა მინდა გითხრა იცი რომ აი იმას იცავენ ამას წინათ გამო იმ დღეს ვნახე რა სასწაულ წარმოუდგენელი რამე ვნახე რომ ოჯახმა აი ამ LGBT პროპაგანდა ხაზარაძე სათავეში რო უდგას და LGBT-ს დროშით რო დადის იქით-აქეთ რა ის თავის ის რო გონია პოლიტიკოსი ამ უბედურ დღეზე გაჩენილს ამ სამარცხვინო კაცს თავის ბადრე ჯაფარიძეანა და იმათ ოჯახს 100 წელი პატიმრობა მიუსაჯეს პატარა ბავშვები ყავდათ აყვანელი და აუპატიურებდნენ შალვა ბაიდენმა შეიწყალა ბავშვებს ამის სიმბოლო არის ბაიდენი ბლინკენი ამის სიმბოლოა ნულანდი დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებენ უკრაინიდან დაწყებული საქართველოს მე მინდა გითხრა რა ხდება აი ხო გეუბნები რა აი გეპიცების სიამაყე ცავსევა რა ვზივარ და ვფიქრობ ეს რა ხალხი ყოფილვარ ბიჭო ეს მთელი ბოროტება მთელი მსოფლიოს ბოროტება რომ ჩვენ დაგვიპირისპირდა ხო ერთ პატარა ქვეყანა საქართველოს ბიჭო 3 მილიონი ნახევარი კაცი ვარ რა ხდება ბიჭო სასვლებიდან ამოხდა დუჟი ადგათ პირზე ეს ვილსონი ეს $1000 პრასტიტუტკა $1000 დღეს გამოქვეყნდა ისა რა ქვია ოფიციალურად ფარას მონაცემები სადაც $1000 აქვს ფორმულას ყეზერაშვილის $1000 აქვს აღებული ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე ამერიკის შენ წარმოიდგინე რა დეგრადაციასთან აგვაქვს საქმე რომ ამერიკის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე ყეზერაშვილისგან იღებს $1000 იმაში რა ქვია ტვიტში რა რო დადოს ხო არა დღეში გუშინ დადო 5 ტვიტი $5000 ეს საშობაოდ თან ახლა მატყარები როგორ იცი რატო გონი ვართ ესეთი ბეცები თვითონ რო არიან მე მიკვირს ხო ეხ შენ წარმოიდგინე რომ გუშინ წინ პირველი დღე შობის პირველი დღე ტრამპი გამოვიდა მარელაგოს თავის იმაში და ყველას თუ არ გინახიათ შეხედეთ ერთი რა თქვა რა გამოსვლა გქონდა შობასთან დაკავშირებით წვენასთან დაკავშირებით ამერიკასთან იმ დღეს ეს დიშოვი კაცი ეს ჯო ვილსონი თუ ეს იმისი რა ქვია პაკრიშკების მეორადი პაკრიშკების გამყიდველი ესა გამოდის და იძახის რომ მეო ტრამპთან ურთიერთობა მქონდაო და ისო საქართველოს შენ ხო წარმოგიდგენია რომ აი იმ გამოსვლის მერე თავის სახში ამერიკის ელჩი და მთელ მსოფლიოს რომ იმართა, მერე ვილსონთან ერთად გამარტოვდნენ და საქართველოზე ილაპარაკა. ნუ აი იმის იკითხვა აღარაფერი აღარ არის. ეხლა შეიძლება რომ ამერიკის შეერთებული შტატები მელიას და ხაზარაძეს ამ ფარჩაკების დონეზე დავიდეს, ხო, წარმოგიდგენია. დასული არ არის, იმის დაბლა არის ჩასული კაცი. და მაგას ვიძახი, ამიტომ ჩემო ქართველო ხალხო, თქვენ გენად თქვენ ვიყოფილ ხართ. ეს რა ერი ყოფილვართ, რა ერი შვილები ყოფილვართ. ჩვენ სიამაყით უნდა ვიყოთ თავაწეულები, გევართ კიდეც ჯაჭვებს აწყობენ, რისი ჯაჭვის მომწყობელი, რა ჯაჭვი, მე ვიცი, ვინმე ერეო, შენი ვერტალიოტი თუ ისაო, სამალიოტიო და ჯაჭვით რო გადავდა, ჯაჭვი. იმ ჯაჭვი არ არის. ერთმანეთს ხელს კიდევენ ჟესტი. შენ წარმოიდგინე, იცი როგორ ილუსტრაცია მიდის, თელი აი ეს ფურუნკული გასკდა
და მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ამ წლების მანძილზე ერთელი დაგროვილი სიბილწე. შენ წარმოიდგინე, ყველა სიმბოლოს გადაუარეს. ყველა მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს, წარმოიდგინე, სადაც ცოცხალი ადამიანის პიტული იდო ნემსებით ამ ჩიბავების, აი მე არ ვიცი, რომ ის კაციც ეკვავს კაბაში, ქაშვეთის წინ. რასაც ჩვენ უყურებთ, წარმოიდგინე ხორუმი, ეს როგორ ეს არის ბრძოლის სიმბოლო, ვაჟკაცობის სიმბოლო, ერთობის სიმბოლო, ვაჟკაცური ერთობის სიმბოლო. ქალებსაც ეკვეს ხორუმი, წარმოიდგინე რა. ხო და ნუ აღარ დარჩა რა, აი აღარაფერი აღარ დარჩა, რისთვისაც ჩირკი არ მოეცხო და რაც არ გადაეგوارებინა თავისთვის, თორე ქართველი ხალხი ხორუმს როგორც ეკავდა, ისე იცეკვებს. ბრძოლაში როგორც მიდიოდნენ კაცები, ისე წავლენ კაცები. ქალები ბრძოლაში არ მიდიოდნენ. პატარა ბავშვებო და ბიჭებო და დიდო დებილებო რა. გავიგეთ, არის ასკულდა ოცნება, ამერიკამ დაასანქცია ბიზნა ივანიშვილი. მე და რას ვამბობ? აი რატო გაგიზარდეთ ახლა მე შეკითხვა და რა, ანუ რა მოხდება? ეს არის თქვენს ბრძოლაში კომუნისტურ რუსეთთან ერთმა მოცეკვავე ქალმა თქვა, კომუნისტურ რუსეთს ვერ ვფრითო. ისეთი კაპიტალისტურია რუსეთი, რომ მაგაზე კაპიტალისტური ქვეყანა მსოფლიოში არა. ხო, ოღონდ ეს კომუნისტურმა რუსეთმა ვაშინგტონში გადაინაცვლა. ხო, ეხლა რა მაინტერესებს? თეცახში არის ეხლა კომუნისტური რუსეთი და ცეკას პირველი მდივანი არის ბაიდენი. ნანუკა და ჩერგოლეიშვილი რომ ჯაჭვს გააკეთებენ, ჩვენ შეგვეშინდება ამ ჯაჭვის და გავიქცევით, ხო? ან 29-ში შტურმით აიღებთ სასახლეს, ან ორბელიანების სასახლეში კუდიანი რომ დაბანაკდება ის ბაბაიაგა, ხო აი რა მოხდება? აი პრაქტიკული შედეგი თქვენთვის ამ დასანქცირებას რა მოაქვს? მართლა მაინტერესებს, ოდნავი საღი აზრი მაინც თუ დარჩათ. რა მოხდება? ერთი რამე როგორ არ უნდა იცნობდე ქართველ ხალხს? ხო. როგორ არ უნდა იცნობდე, რომ არ გესმოდეს, ნებისმიერი ესეთი ნაბიჯი არის, აბარა ბიჭო. დღეს თელმა საქართველომ გაიაზრა, რომ რას ერჩიან ამ ბიზნესს. ბოლო. ხო, რა უნდათ? რა გაქნა ამ კაცს? დემოკრატია არ არისო და უყურებს ის ჩვეულებრივი ადამიანი და ხუთარზე მოდის ლაზვაგინება. არა, ამას თავი დავანებოთ, ხო? ჩვენ აი ახლა ამ ეთერში გავიდა ფილმი სიბრძნის სიცრუისა, ხო? სადაც ჩანს ძაღლებს აჭმევინებენ დემონსტრანტებს. ძაღლებს, ევროპელები. ძაღლებს. ეხლა მე ამას არ გავაგზელებ, ეს არის უმარტივესი ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლე ვისაც აინტერესებს. ქართული საზოგადოების წარმომადგენელს ან მოქალაქეს შეუძლია შევიდეს YouTube-ზე, აკრიფოს და ნახოს რას უშვებიან დემონსტრანტებს ევროპაში და ამერიკაში. ამ ფონზე რო იტყვირო ეს მშვიდო, ეხა კაია კალას, ეხა წარმოიდგინე დაცემა ეს დეგრადირების დონე. შალვა, კაია კალასი ეხლა ხან დანიშნული აი ამ უსაფრთხოების და იმის რაღაცა ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი. 3 დღის წინ თუ 4 დღის წინ გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენთვისო დაუშვებელიაო მშვიდობა უკრაინაშიო. უკრაინაში ომიო უფრო ნაკლები დაგვიჯდებაო, ვიდრე მშვიდობაო. შენ გესმის, რომ ეს 33, 34, 37 წლის მერე, როდესაც ნაცისტები იყვნენ გერმანიის სათავეში, ამის თქმას არავის არ გაუბედია. შენ წარმოიდგინე, როგორ უნდა იყოს დეგრადირებული ადამიანის ფსიქიკა და რას წარმოადგენს ეს კაია კალასი, რომლის ხმარს 200 მილიონიანი ბიზნესი აქვს რუსეთში. ხო, მეუღლეს. ეს ქალბატონი იყო პრემიერ-მინისტრი ესტონეთის და განაცხადა, რომ მე არ ვიცი, ჩემ ხმარს ფული საიდან აქვს, არ ვიციო. ამ ქალბატონმა განაცხადა, რომ მშვიდობა უკრაინაში უფრო ძვირი დაგვიჯდებაო. ეხა მაგარი ამბავი. ხო, დავიკითხავ მაგრამ. ჭუტას ტელევიზიამ, ხო? ხაზარაძის ტელევიზიამ. ხო. პირველი შედეგი უარყოფითი გამოიღო სანქციებმა. რა შედეგი? ვერ მიხვდებით რა შედეგია ლაპარაკი. არ ვიცი. გაგიჟდებ, ესეთი დებილი შეიძლება იყოს ვინც ეს ასე გადმოსცა? აი ვიღაცა ჟურნალისტი ხო არის, ვინც ასე გადმოსცა. ივანიშვილის დასანქცირების პირველი უარყოფითი შედეგი. ლონდონის საბონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასი 2.24 შემცირდა, TBC-ის კი 2.1.
რა ხო თვითონ ეს ბანკები ბოთიშია რუსეთთანაც ხო კარგად არიან მე ხარს უჭერე ბიჭო ამ ყველაფერს რაც ხდება და ვერ გავიგე ისი როგორ აბსურდი აი ისი რა არის ესა ხო ეს აბსურდის დონე რა აი წარმოიდგინე აბსურდის დონე ხო რომ ისა რა ქვია ეს გამოვიდნენ პროტესტი განაცხადეს ბიზნესმენებმა რომელსაც ათეულობით მილიონიანი ბიზნესი აქვს რუსებთან ეხლა იცი როგორი რამე ამათ რა გონიათ რომ ჩვენ ბნელები ვართ არ ვიცით მონაცემები თვალი არა გვაყური არ ხო ეს მაგრამ ყველაფერი რა მინდა ეს ყველაფერი ამან ყველაფერმა ერთად თავი მოიყარა და მთელი სოფლიოს დასანახად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ერის შვილები ვართ იცოდე რა ეს ყველაფერი მუშაობს ჩვენზე იმ ადამიანებზე ვისთვისაც ეს ქვეყანა ეს საქართველო არის სამშობლო არის ამ სიამაყის საფუძველი კიდე ერთხელ აი არ მინდოდა თქვა მაგრამ მაიზულებენ TBC ბანკის მარკეტინგის მენეჯერებმა მოიფიქრეს რომ გამოაგზავნეთო თქვენიო ხალხს უთხრეს გამოაგზავნეთ თქვენიო მოსაზრებაო იმის შესახებ თუ რა ხდება ქვეყანაშიო ცხადია რა მოსაზრებები ხდება ჩვენო მაგას ხალხს გავაგებინებთ ანუ პირდაპირ ჩართული არის ანტისახელისმწიფო ანტიქართულ ამ ქვეყნის გადატრიალების პროპაგანდაში თქვენ კაი მომშრობა არ მინდა ამას არასოდეს არ გავაკეთებ მაგრამ თქვენი ბანკით უკმაყოფილოები რომ ჩავწერო და გავავრცელო და მეწურეს მე უფრო მაგრა გავავრცელებ ვიდრე თქვენ და მე ბანკით არის ძალიან ფაქიზი სტრუქტურა ნდობაზე არის თქვენი კაპიტალი აწყობილი მე მესმის გარკვეული რაღაცები ბანკის არა მოგება რამდენი აქვს წელს უდიდესი მილიარდი ხო და მოგება ეს მე რა მინდა კითხო ისა ბუცხრიკიძე რო ხარ მან ბანკის მართველი ხო და ხაზარაძე და ჯაფარიძე ეს მილიარდი საიდან მოიგეთ საიდან ამოვიდა ეს მილიარდი ხო ქართველების ჯიბიდან ხო ჩვენი მოსახლეობის ჩვენი საზოგადოების ჯიბიდან ხო რომელი ახლა ჩვენ გალაღებული ფინანსური ცხოვრება ხო თქვენ სამარცხვინო ხალხო თქვენა თქვენ სამარცხვინო ხალხო პარტერში რო იდეკით ყველანი მიშა სააკაშვილის წინ და მორდენებს რო ღებულობდით წინყალების ხაზარაძე შენ გეკითხები ხო მაგრამ მე ერთი რამე მინდა გითხრა რომ თქვენი დღე დაამთავრდა თქვენი დრო დაამთავრდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად რა გიხარიათ ბიზნესი აკეთო რა გიხარიათ რა შენ რატო რთავ ბანკს ვინც არის ამ ბანკის ხელმძღვანელი უკვე მენეჯერი პრობლემებს საკევი ლაპარაკობ რატო რთავს ამ ბანკს რევოლუციაში რატო რთავს რას ნიშნავს ეს სიგიჟე არა მაგათ ვინ ეკითხება შალვა მაგათ ვინ ეკითხება ესენი არიან ღილაკებზე თის დააჭერენ ეს სიტყვის ხო არც ერთი მათგანი ეხლა შენ წარმოიდგინე რა ქნეს ესე იგი აი ღირსებაზე ლაპარაკი ძედები წარმოიდგინე უარი არ თქვეს რაღაცა კაპიკებზე 5 მილიონზე ხო ბიუჯეტიდან პოლიტიკურ პარტიები უარი ამაზეც კი ხაზარაძე მეშიც კი წამოიღო რაიგე რომ ამაზე უარს როგორ ვიტყვი ხო წარმოიდგინე ეხლა ესე ცოტა არა კაცურად თქვი უარი და მაგას გეუბნები რომ გვარამიას დასაცინი რო გახდები გვარამია შენთან რო კაცო შენთან ის ბლინკენი თქვენზე უკეთესი ხო არ გონია თქვენნაირი არის ზუსტად ის ბლინკენი და ეს ყველა სანქცია ერთად აიღონ გაახვიონ კარგად შეკრან და გამოყენების ხერხს ვეტყვით რა რაში უნდა გამოიყენონ რა ახალი წელი მოდის რა შალვა ახალი წელი მოდის ხო 25 წელი ეს 24 წელი იყო ძალიან მაგარი წელი ყველა ჩვენთაგანისთვის რა თქმა უნდა ესე არასოდეს არ გამოჩენილა ეს ქვეყანა როგორც 64 წელს ხო გამოჩნდა რომ ეს არის ღირსეული ხალხით დასახლებული ძალიან პატარა ტერიტორია და ძალიან პატარა მოსახლეობა მაგრამ მაგარი კაცებით, მაგარი ქალებით, მაგარი ბავშვებით, მაგარი წარსულით, მაგარი აწყოთ და ბევრად უფრო კეთილი და მაგარი მომავლით იცოდეთ რა. ჩვენ ვართ მომავლის ქვეყანა რა. 25 წლის, 26 წლის, 27 წლის, 28 წლის ჩვენ ვართ მომავლის ქვეყანა. ჩვენ ჩვენ დიდგორი მოვიგეთ რა. მე რამდენად ვიმეორებ. ჩვენ მოვიგეთ დიდგორი. კიდევ ერთხელ მოვიგეთ ევროპაში, საქართველოში, ჩვენ მოვიგეთ დიდგორი, ჩვენ ვართ გამარჯვებული ერი, ჩვენ ვართ საამაყო ხალხი, იცოდეთ და ვერც ბლინკენები, ვერც ბაიდენები, ვერც ეს პარჩაკები, ვერც ეს ევროკავშირის ბიუროკრატები, ეს ნექტამეები და მაგარს გეტყვი ახლა, მაგარს ეს ვერ მოგვერევიან, იცოდეთ, ჩვენ არ ვეტენება და არ იტენიან. God bless America.
ანუ ვერთმა დადოსოს ამერიკაო, დადო სტატუსი. შენ მაინც შენ ყველაზე ფარჩაკი ხარ. შენ მაინც არ მიიღებენ არსად. ხო და მაგი მინდა ვთქვა რა, აი გეფიცები რა, დედას აი დღეს აქ მოვდიოდი და ეს მინდოდა ქართველი, აი ჩემი ყველასთვის ვინც გვიყურებს, მინდოდა მეთქვა თქვენ გენდაცვალეთ რა. ეს რა მაგარი ხალხი ყოფილვარ, ბიჭო, მთელი მსოფლიო კივის ეს პორნოლიბერალური სამყარო ამდენი განცხადება, შენ წარმოიდგინე გარშემო რა ხდება, სირია დაიშალა, გაზა იქით ომი მიდის, აქეთ უკრაინა მიწასთან გაასწორეს, იქით იემენში დაპირისპირება, იქით ჩამოინგრა ეს ამერიკის ეს პორნოლიბერალური ხელისუფლება ბაიდენის თამადობი და ამ ფონზე ათასობით განცხადება არის ჩვენზე. ესე იგი, რა მაგარი ხალხი ყოფილვარ, ბიჭო, ეს არც მინდა სახელი თქვა, რომ ბიზნეს დასანქცირება ყველაზე სასიხარულოა ჩვენთვის. რადგან ამგზით რეპუტაცია ელახება ქოს ამომრჩევლებში. ვინა თქვა ეს? ვიღაცა. არ მინდა სახელი და გვარი, კიაყელამ რა. ხო. რას ნიშნავს? ქოს ამომრჩევლებში რეპუტაცია ელახება, როგორ არ გესმით, რომელ ქვეყანაში მინდა გითხრა, არა მარტო ეხლა აღარ ვლაპარაკობ 1.200.000 კაცზე, ვინც ქართულ ოცნებას მიცა ხმა. აი იმ 750.000 კაციდან ვინც მიცა ხმა აი ამ პორნოლიბერალის, იქიდან ნახევარი დღეს არის ბიძინა ივანიშვილის ხარდამჭერი. არა, კითხვის ქვეშ, რომ არა, კითხვა აღარ არის ამასთან დაკავშირებით. იცოდე, აღარ არის კითხვები. ყველაფერს პასუხი გაეცა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაუსვა წერტილი. აი ხო ჩვენ მართლა ფიქრობთ, რომ ავტორიტარიზმი და დიქტატურა ერთი დღე ხო შეიძლება რომ მართლა დავამყაროთ. არ შეიძლება. ამ ქვეყანაში არასოდეს არ დაყარებულა. ხო და იმიტომ რომ არ შეიძლება, არ გამოვა და არ იქნება. იცი რატო? მიშას რეჟიმის დაინო რო გავაკეთოთ რა. შენ წარმოიდგინე რომ ეს 1.200.000 კაცი მინიმუმ აღარ ვლაპარაკობს დღეებზე. ზის და ითმენს ამას. იმიტომ რომ ეს ბანკში რომ მივიყვანო, დავიჭირო ბიზნესმენი ბანკში მივიყვანო 1.200.000 ადამიანს ესმის. რომ ეს ყველაფერი ბანკის სლობელი რომ დავიჭიროთ. ეხლა გითხრა ეს ყველაფერი გამბავი არა? ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის რომ ეს ქვეყანა დაინგრეს. ამათ ესმით ეს და არაფერს არ აკეთებს. არა ხა მაგია ნევრები რაზე მეშება. მე არა ხო გეუბნები რა, ადრეც ამაკ ნათქვა, მე რა 35 წელიწადი არა ქართულმა საზოგადოებამ უდაბნოში. ისევე როგორც ებრაელმა ხალხმა. და ებრაელი ხალხისგან განსხვავებით სიბძნე შეიძინა ამ საზოგადოებამ. და დღეს ეს საზოგადოება ზის ხალხში უყურებს ამ მანკურტებს, უყურებს ამ ჩხიბავებს, უყურებს ამ რა ვიცი რა, ბოროტები და ითმენს, რატო ითმენს? იცი, იმიტომ თქვენ თავის ქვეყანა უყვარს. მომავალი თავის შვილებზე ფიქრობს. იმიტომ რომ ესმის რომ ჩვენ რომ 1.200.000 კაცი გავიდეთ, სული რომ შეუბეროთ ხაზარაძეებიდან არ დარჩება. არ გავალთ, არც რაღაცა ავტორიტარულ დავიჯერთ არ გადავდგავთ. მოთმინებითა შენითა მოიპოვე სასופველი. ხო და ძალიან ძიმია ჩვენი ხვედრი. სხვათა არ არის ძიმე, პირიქით, საამაყო ხვედრიო. არა, ეხლა უკვე კი, მაგრამ ზოგადად როცა usmen რომ შეხარ მართალი და ვიღაცა ჩმოშნიკი, ვიღაც ლიბერდებელი გამოდის, გინდაგ და გინდიგ და თიც გიტრიალებს. არა, ყველაზე მეტი რაზე მეცინება ეს პატა ბურჭულაძე, სამარცვენო კაცი, დღესაც თეატრალური რუსული თეატრის გაჭირვებული ბავშვების ქურდი. სამხატვრო ხელმძღვანელია. იცი? დღესაც წარმოიდგინე. პატა ბურჭულაძემ რომ მიჩივლა. ხო, გიჩივლები. თაღლითი უწოდე და მიჩივლა რა. წააგო. ანუ მე ხა თაღლითი შემილია კანონიერად. ყველაფერი რუსულიაო. კანონი წაიკითხეო არაო. არ წამიკითხე, მაგრამ ყველაფერი რუსულია. პაკლონზე პუტინთან მინ გადიოდა სულ ახლა ხა. ხო არა. მთელი ცხოვრება პაკლონზე გადიოდა პარტიის დგას რუსებთან მთელი ცხოვრება. პატა ბურჭულაძე არის სახელოვნებო იმის პროტესტის არა, სახელოვნებო პროტესტის სახე. სახე? თუ სახეა, ხო. სახელოვნებო ბანი. სახელოვნებო პროტესტის. მაშა ბუღაძე არის დრამატურგიის ბიზნესმენების დრამატურგიის ჭკონია, ხო. ძალიან ევროპულია რუსეთში რო ყიდიო 10 მილიონი დოლარის იმასო რა ქვია კოკა-კოლა. არა, შემოა კაცი, რამეს ყიდის არ ვიცით. როგორ არ ვიცი, ზუსტად ვიცი. არა, ეგ არის შემოტანა. შემოტანა რისი? ბოთლს ყიდულობს 9 მილიონისას უარესია, იქ ტოვებს ფულს. თურქეთში აყიდულობს და იქ ტოვებს, იქ იყიდულობს და რამდენი გააქვს? სერის სქემებით გააქვს, ხალხო აქ თაღლითობს. და თან პასუხი რომ შენ რა შემოგაქო რომ დაურეკეს რა თქვენი არა რა თქვენი საქმეა მეო საიდან შემომო შენი დედავატირე ეგ არის რევოლუციას მიწყობდა ჩემი საქმე როგორ არის რევოლუციის მომწყობია ჭკონია მიწყობ ჩალებში რაც არის რა უთხარი თუ ზმახარი გამამ ჩაია რა იცოდე
29-ში აი ამ მაგარ კაცს. რა მოხდება შენი აზრით? არაფერი არ უნდა მოხდეს, არაფერი არ მოხდება. 29-ში მაიმუნი რო კუდით ეკიდება, ეს დაიკიდება. 29-ში ეს მიშა ყაველაშვილი ეს მაგარი როგორი ქართველი კაცია იცი? აი, მიშას ვიცნობ იმ თავით რა, იმ ფეხბურთს რო თამაშობდა, ერთი ვაშკაცი ქართველი კაცია, ის დაამთავრებს აი ამ პრეზიდენტომანიას, რომელიც საქართველოში ამ მთელი წლების განმავლობაში არსებობდა, ყველაფერს თავის საქმეზე დაერქმევა. რადიო თავისუფლება. მაგარი ილუსტრაცია მისცეს. თავისუფლება გადაწერა. სანქციების შემდეგ ივანიშვილი ამერიკის ნებართვის გარეშე ვეღარ მიიღებს კრიზისისთან დავაში მოგებულ თანხას. განსაკუთრებით ეს მაგი აი იქ რო არის, აბასთუმანში რო არის, იქ არის პრობლემები. აბასთუმანის ბანკები არ გასცემენ სესხებს, წარმოვიდგინე. აბასთუმის ბანკი. ნიშნავს დავაში ეკუთვნის, უთაღლითეს წააგ, კრედიტ სვისი, რატო აღარ კრედიტ სვისი ხო? კრედიტ სვისი. ბოდიში და აღარ არსებობს. არა, ვიცი და ის შეუძლია კერძო საბანკო სექტორის კონტროლი ამერიკის მთავრობას. აკამდე ხო იძახდნენ, ეგო, ვაიმე ეგ ხო იძახდნენ, რომ აკამდე ეს დავაო კერძო ინსტიტუციებს შორის არისო. თურმე არ არის. ის როგორი ილუსტრაცია მიდის, თელი აი ეს გონიერი ხალხია ქართველები. ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი ესმით, ყველაფერი იციან და გადაწყვეტილებებს ღებულობენ ისეთი როგორც საჭირო. და თან ტიროდნენ ბიზნესო მილიარდი დოლარით გაეზარდაო 24-ში ფულიო. არასოდეს რო არ ქონი წერვალზე არის. ხო და აი რანაირად ამ ვითარებაში მთელი ამერიკა, ევროკავშირი აი სიგიჟია რა, სიგიჟია. მეცმა მისცეს მას და ყველა საქართველოს შეყვარებულ ადამიანს. ორ ტრაკა ბიზნესმენების დედავატირე მე, აი ესე ვიტყვი პირდაპირ. და პროსტა ეხა უბრალოდ ვიცით, პოლიტიკა ეგეც რომ თავი უნდა შეიკავო, რომ ძალიან არ დაარტყა. რა უნდა მაგ ბიზნესმენების ისე გაფარჩაკებას, რომ პრობლემები შეექმნათ. რა გაფარჩაკება? მე ერთი მოვერევი ამ მეღვინეებს. არა, გაფარჩაკებული არ არიან. არა, უბრალოდ მთელი მსოფლიო, მთელი საქართველოს დასანახად რომ თავს იჭრი. რომ აქეთ ერთი ხელით რუსეთთან ვაჭრობდა, მეორე ხელით რუსეთთან ვაჭრობს გვინით. ჭია რო იპოვოს, არ უპოვია ჭია რინოში როსა არ არის თუ რა? ხო ბიზნესი დაგექცა. არ ფიქრობს მაგაზე? ხო რუსები ვართ. ხო გვაქვს კავშირი, აი დავრეკავდა ვინ იყო ონიშენკო. იმის ტელეფონი ხო მაგ რო დავრეკავდა ამას გააჩერე. პირადი ურთიერთობა. ხო ეგრე გონიათ რომ აი მე დავრეკავდა ეგ პუტინს ველაპარაკები. ხო რო დავრეკო რომ ესენი გამიჩერე ერთი ეს თბილგრინო მაგალითად. შალო რა მინდა გიცი? დღეს 27-ია, მამაჩემის დაბადების დღეა შოთიშორის რა. და ახალი წელი მოდის რა. მე მინდა ჩვენ ძმებს, დებს, ჩვენ ქვეყანას ამ ღირსეულ ხალხს მიულოცო 24 წელი. ეს ისტორიაში შევა 24 წელი, საქართველოს ისტორიაში შევა, მატიანეში შევა 24 წელი, როგორც აი ამ ბოროტებასთან ბრძოლის, თავგანწირული ბრძოლის წელი. ეხლა სხვა დროა. ადრე თავებს ჭრიდნენ პირდაპირ, 100,000 ქართველმა მეტეხის ხიდზე უარი არ თქვა რწმენაზე და თავის სამშობლოზე. დღესაც 100,000 არა ვართ ამ შემთხვევაში, ხო? სხვა ვითარებაა. მაგრამ ეს საზოგადოება ისევე დგას მეტეხის ხიდთან და მზად არის, რომ თავისი სამშობლოსთვის, თავისი მომავლისთვის, შვილებისთვის და რაც თავარია, თავისი რწმენისთვის გაწიროს თავი. და ეს ჩვენ ამ 24 წელს ვნახეთ. ამიტომ 25 წელი მიულოცო მინდა ქართულ საზოგადოებას, ჩვენ ძმებს, დებს, მშვიდობა, სიყვარული ღმერთმა მოგცეს და ერთიც იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ღმერთმა არ დაინახოს ის თავგანწირვა, რაც ამ წელიწადს ქართულ ხალხს ჰქონდა. უღრმესი მადლობა, ჩემო გოგა გილოცავ. თქვენ გილოცავ, თქვენ თანამშრომლებს, აი ამ პატარა გოგოებს, აი ეგ ბიჭებს კამერებთან ვინც ხედან, ვინც აი უბედო, ვინც აი წარმოვიდგინე რა შეურაცხყოფის, რა ბულინგის, რა იმის მიუხედავად ამისა, რას ემსახურებიან იცი სიმართლეს, თავის ქვეყანას, თავის მომავალს. გენაცვალეთ თქვენა ბედნიერი ახალი წელი წარმატებული სიყვარულით და წარმატებებით სავსე. უღრმესი მადლობა ჩვენ ზაზა შატილიშვილი ყავს სტუმრად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან მაგარი რამ თქვა ჩვენმა ძმამ და გაიმეორებს ახლა. ესე იგი, რა დღეა დღეს? 27 დეკემბერი შევა საქართველოს ისტორიაში როგორც დეკოლონიზაციის დღე. აი 26 მაისი არის დამოუკიდებლობის. და 27 დეკემბერი ეს არის
დეკოლონიზაციის, ანუ საქართველოს რეალური სუვერენიტეტის აი მე ესე ვიტყოდი, აი ილუზიებისაგან, ტყვეობისაგან, მანკურტიზმისგან, ჰიპნოზისაგან გათავისუფლების დღე. კი ბატონო. კი და ნიშანდობლივ ეტაგუმანა როგორც ეტაგუმანა. მოკლედ რაღაცა უხარიათ ლიბერდებილებს, მართლა მაინტერესებს ლიბერდებილებო და პრიმკნუში მათთან ასოცირებულო პირებო. კაიო დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი. და რა? მართლა პასუხ, ანუ ხვალ ისე ჯავს გააკეთებთ, რომ 45 გრადუსიან ჯავს, ხო? ანუ შეგვეშინდება და всё, ჩამოვიშლები? ჩალვა ძვირფასო, ეს ყველაფერი რომ დაიწყო, ჩვენ ვამბობდით თუ გახსოვს შემდეგ რაღაცას. მე დაახლოებით 3 წელია ვიმეორებ ერთად და იმეორებს, რომ ერთადერთი გამოსავალი საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვების ეგრეთ წოდებულ გლობალისტურ, ლიბერალურ, რაც გინდა, ერთადერთი გამოსავალი რა იყო? უნდა ჩამოვიდო ბომბი. ან ჯონ ჯეი რემბო. ბომბი. და არ ჩამოვიდია ბელგრადში არ გააკეთა. ხო, მაგრამ აი თბილისში უნდა ჩამოვიდო ბომბი. სხვა გამოსავალი არ იყო. ჩვენ ისე დავდექით, რომ გამოსავალი იყო ერთადერთი. გონია სანქცია ბომბი? არა, ეს სანქცია რა არის? იცი რა, აქამდე ველოდებოდით. ძალიან სირცხვილია რომ აქამდე გაჭიმეს. ხო, უხერხული. მე ესე ვიტყოდი რომ თავი მოიჭრეს. საბოლოოდ თავი მოიჭრეს. შეგვარცხინეს. ხო, იმიტომ რომ ელოდებოდნენ. ეხლა ფითილი შეუკეთეს, ანუ შევიხდე რომ ტატუიროვშიკების მარჩით არ გამოდის და ეხლა აგერ ახალი დავთი დააწყეს ცეცხლს თუ რა გააკეთეს. მართლა ვეხვდები რა უხარიათ, რა გიხარიათ თქვენ საწოდავებოდ. დაფინანსება რო აიღო თქვენმა არჩეულმა სამმა პარტიამ. იმ პარტიების დედავატირე, რომელთანაც გვარამია მართალია. შალვა ძვირფასო, ამაზე არსებობს ერთი ძალიან კარგი ძველი ინგლისური ანეკდოტი. 70-იანი წლებია, გაიფიცნენ ძალიან მინდა ტრამპამდე ვიყო, ტრამპის ინოგურაციამდე მინდა ვიყო პოლიტიკურად კორექტული. ლონდონში გაიფიცნენ დაბალი სოციალური პასუხისმგებელი ბოზები, შესმაგრად მე ვიტყვი. გამოვიდნენ და ერთ-ერთი ლორდი, რომელიც არის ლორდთა პალატის წევრი, იღვიძებს გაზეთი მოაქვს თავის მსახურს ეკითხება, რა ხდებოდა. დაბალი სოციალური პასუხისმგებლები გაიფიცნებდა. კაცო, რატო ხო აი ჯანდაცვაც არის და რატომ და იმიტომ რომ დაბალი ისეთი არიან და შენ გახსოვს რომ შენ ეთერში მე გავაკეთე შემდეგი პროგნოზი რომ ყველა პარტია შევამეთქი. ხო, ნუ და შევიდა. ეხლა მე რა მაინტერესებს კიდე. მაგ ბორდელზე და ბოზებზე გამახსენდა. თეატრი რო გაიფიცა, მაშინ თქვი რომ ეგ არა პრობლემაა. თავალია ბორდელები არ გაიფიცოს მეთქი. გაცილებით მნიშვნელოვან საქმეს ეროვნულს ეხლა აკეთებენ ეს დაწესებულებები, ვიდრე ის თეატრები ეხლა რო გაიფიცნენ და აუ დაუხვევია თითზე და გაუწყდა და რა ვთქვი ეხლა ისეთი. ორივე განმანათლებლური როგორც ერთ გენიალურ საბჭოთა ფილმში არის ნათქვამი აბიდელსა. აბიდელსა, ხო. გორი ვიძელ, გორი. კარგი. კარგი, გავიგე, ეს ყველაფერი თავშა ფიგნია. რას იზავს ყუდიანი დედაბერი? იცი რა არის დღევანდელი, ანუ გუშინდელ დღევანდელი ამბის შემდეგ, როდესაც ფული აიღეს და შევიდნენ, ინტრიგა დაიკარგა. ხო, აი იცი რა არის, მე ველოდებოდი მაინც 29-ს. აი მაინტერესებდა როგორ მოხდებოდა რა ფორმით. წყლის ჭავლით თუ თვითონ. აი აბსოლუტურად დაიკარგა. მე ესე ვიტყოდი რომ დაიკარგა მოლოდინი. დრამატურგიულად უკვე აღარ არის საინტერესო. ანუ 27-ში გავვითანდა 29. ხო, იმიტომ ამ სანქციამ ხო, მაგ დრამატურგიული პიკი გადაიარა, მართალი ხო? ნოემბერში გავვითანდა დეკემბერი და 27 დეკემბერს გაგვეღვიძა 29 დეკემბრის ნაცვლად. დილით. დიახ. გადმოინაცვლა 2 დღით. აი ხო არის ოქტომბრის დილა გათენდა, დღეს 7 ნოემბერია. იანვრის დილა გათენდა, დღეს ლამაზ დეკემბერი. აი ჩვენია, ზამთარია, სიცივია, ნოემბერი მიდის. ანუ ჯერ არ არის ზამთარი, ნოემბერი ხან არის და მიდის. შემოდგომის მიწური. აი ოსკარ ვაილდერი რო ახლა იყო სოციალური. ოსკარ ვაილდერი რო სოციალური იყოს, დაწერდა სალომეა 2. დაწერდა კი. იქ არის ერთი არჩეულების დეტალი, სალომეა განიძარცვება ცეკვავს და ცეკვის დროს იხდის თელტანის ამოს.
ჰუგო ფონ ჰოფმანსტალმა, რომელმაც თარგმნა ეს გერმანულ ენაზე და შემდეგ გენიალურმა რიხარდ შტრაუსმა დაწერა გენიალური ოპერა სალომეა ძალიან მაგარი. იქ არის ჩადებული სწორედ ეს მომენტი. ხო და აი როგორი იძარცვება. როგორი დეგრადირდა მსოფლიო. ესეც ოსკარ უაილდიც LGBT თემის წარმომადგენელი იყო და დღევანდელი ერთ-ერთი მწერალი. ვერ გავწირავ, ვერ ვიტყვი რომ LGBT. ოსკარ უაილდი იყო ნამდვილი ვაჟკაცი ჰომოსექსუალი. კი ბატონო, მართალია. და ამის გამო დაისაჯა. რომელმაც ძალიან მაგარი. მაგრამ რა თქვა, იცით რა არისო? მე უპირისპირდები ინგლისურ ბურჟუაზიულ საზოგადოებას ფარისეულურს, იმიტომ რომ ეს სიყვარული არის პლატონური სიყვარული. ძალიან მაგარი სიყვარული. მან დაწერა ციხეში პროფუნდის რედინგენის ციხის ბალა და მე დე პროფუნდის აბსოლუტური გენიალური ის გლუბინი სადაც მან თქვა და სხვათა შორის ციკლების წინ შეუერთდა ეკლესიას კათოლიკე ეკლესიას როგორც ხდება ხოლმე და არის აი სრულიად გენიალური დე პროფუნდიში აქ ქრისტემდეო ბევრი ქრისტიანი იყო ქრისტეს შემდეგო ერთადერთიო ფრანცისკე ასიზიელიო იმიტომ რომ ღარიბი იყო საწყალი კი ბატონო კარგი ეს გასაგებია ჩვენ ამ ჯიმის დემონსტრირებას ამნო ოსკარ უაილდი ჩვენ ხარეზეა ოსკარ უაილდი და ყველა წესერი ვაჟკაცი ჰომოსექსუალი მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ მეგობრებო მართლა ვერ ხვდებით აი ალბათ ან ამოჭრიან ან იქნებ შეხედონ რომ აი ლიბერდებილებო და ნაცებო მართლა კოცები ახლა ჩვენზე მეტ კოცები ვინ არიან ხო ვერ ხვდებით რა გიხარიათ გულსმელად ვერ ხვდებით ანუ ან შეიძლება ჩვენ ვერ ხედავთ იმ საშინელ ძალას რასაც ეს მომაკვდავი ბაიდენის სანქციები გამოიწვევს ჯონ ჯეი რემბოს გადმოსმის გარდა ის არის გიშველი თუ არა მეტი არაფერი არ გიშველით რა სამყარო შეიცვალა აგერ კიდევ ერთხელ მე მაგათ ვერ ჩაუტარებ ყოველდღე გაკვეთილებს მაგრამ პოლონეთის პრემიერმა თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რომ ჩამოვიდეს პრეზიდენტმა თქვა რომ ჩამოვიდეს დავიჭერთო ირანი ამბობს რომ მე ვილიკი ტურანი დიდი უნდა აღვადგინო და ამერიკა ასანქცირებს თურქეთს ხო სიგიჟეები ხდება გარშემო ხდება ის რაც ხდება მაშინ როცა ირღვევა ძალიან დიდი წესრიგი და საქართველოში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება რომელიც ისედაც დასანქცირებული იყო და არის თქო მაგას შეხო იცი ყველაზე მეტად რაც არ მოსწონს ერთ-ერთი არის რომ აი ძალის პოზიციიდან ელაპარაკებიან და აშანტაჟებენ არ მოწონს, ნუ ეგეთი კაცია რა. ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 2 წლის წინ ერთ ჟურნალისტს უთხრა რომ თქვენ არიცით, მაგრამ სინამდვილეში დე ფაქტო მე უკვე დასაქმეშა ვარ. დაახლოებით 3 წელი გრძელდება ეს სიტუაცია და მე ის ხმამდა იცი რომ მე ესე ვიტყოდი რომ ნუ როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს იცი რა არის თუ ადამიანი არ არის სანქცირებული მე უკვე ეჭვი მებარება მის პატიოსნებაში აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი რომ მთელი ამბავი იცი რა არის რა არის რეალური სუვერენიტეტი რა არის რეალური აი ხა ზვიად გამსახურდია სული ზემოდან გვიყურებს და რას ფიქრობს იცი ის ფიქრობს რომ აი ეს არის რეალური იგი ამბობდა სულ ამაზე რომ ის აკრიტიკებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უნდა ვიყოთ არც კრემლის და არც ამერიკის მაგას ამბობდა ზუსტად და ეხლა ეს ზემოდან გვიყურებს ზვიადი ძალიან დრამატული ადამიანი იყო და მე დაახლოებით წარმომიდგენია როგორი იყო მისი უკანასკნელი წუთები როდესაც ორ იმპერიას შორის გაიჭყლიტა და დრამატულად დაიღუპა ხო აი მე როცა თინათი მუდლეშვილი ნახეთი იმედის ეთერში და გოგა ხაინდრავა რომელიც აი ეხლა იყო და მე მაშინ ვიჯექიო და გარო მაგრამ ხარე ვიყავი და ვინანებდა თინა მუდიაშვილი რომელიც ჩაგდებული ვიყავი მხედრიონიო და მხედრიონი არ მექცეოდა ესეო როგორც ესენი დღეს მაგინებენო გესმის აი მაშინ ვიგზენე რომ რაღაცა აი 33 წელი გავიდა და მოხდა ყველაზე მთავარი რაღაცა, იცი? 33 წლის რაღაც აი ეს ციკლი შეიკრა და ჩვენ მართლა მივხვდით რა არის რეალური დამოუკიდებლობა. იმიტომ რომ რეალურად მაშინ რა იყო, იცი? ორივე მხარე ვიყავით ქართველები. კი. აი მაშინ როცა ერთმანეთი დავხოცეთ, ორივე ქართველები ვიყავით. და ეს იყო ყველაზე დრამატული და ყველაზე და აი ამ გამოცდილებამ დღეს
საშუალება მოგცა, რომ დაგვენახა რა არის რეალური დამოუკიდებლობა. ხო მე მახსოვს მე გამსახურდიას გამონათქვები მაშინ არ მესმოდა არ ვიცოდი თვალები მქონდა დაბნელებული ეს 18 წლის ასაკში გასაგებია მისაღებიც არის და ვერთმა შეუნდოს და გაიზრდებიან მიხვდებიან ეს ბავშვები მაგრამ 50 60 70 წლის მაიმუნები რო ლიბერალობენ კიდე ფსევდო ლიბერალობენ ეგ კიდე საკითხავე გოთვერნობა როცა ვაჭრობ ბიზნესმენი ხარ რუსეთთან ვაჭრობ ღმერთმა ხელი მოგიმართოს იშოვე ფული რამდენიც გინდა სადაც გინდა შენ ამ ნაშოვნი ფულით აქრო ევროპულ ეგრეთ წოდებულ რევოლუციას რომელიც რა თქმა უნდა არ შედგება აფინანსებ აი ეს არის არასწორი ეს არის ფარისევლობა და ეს ხვდები არ დაიმარება მართალი ხარ შენ აღმოჩნდა რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ძალიან საინტერესო მწერალმა გარდაცვლილია უკვე პეტერ ვაისმა მარადსადის ავტორი ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრული დრამატურგიული ნაწარმოების პიესა რომელიც თან ნახევრად გარითმული და დაწერა ეგეთი 80-იან წლებში დაწერა ეგეთი თომას მანის იდეა იყო როცა ნაციზმი დამარცხდა გერმანიაში თომას მანმა თქვა ეგეთი ფრაზა ჩვენ უნდა შევახვედროთ ჰოლდერლენი მარქსს ჰოლდერლენი რომელიც გამოხატავს გერმანულ სულიერებას და მარქსი რომელიც გამოხატავს სოციალურ აი ამ და ჰოლდერლენი და მარქსი და აი მე რას ვიტყოდი იცი ჩვენ უნდა შევახვედროთ ზვიად გამოსხურდია და მერაბ მამარდაშვილი ერთმანეთს როცა ჩვენ ზვიად გამოსხურდიას და მერაბ მამარდაშვილს შევახვედროთ ერთმანეთს აი მაშინ ქართული სულიერი კულტურა გადარჩება და არის ამის შანსი არის ამის შანსი დღეს იმიტომ რომ არ იყო მამარდაშვილის კაცი რომელსაც ევროპის შვილი იყო მამარდაშვილი დაუპირისპირდა გამსახურდიას ოღონდ ერთი წლით ადრე გარდაიცვალა სანამ მოხდებოდა ეს პუჩი მაგრამ ისე ვამბობ ჩვენ აი ამ 33 წლის შემდეგ ჩვენ უნდა დავინახოთ და შევახვედროთ ესენი ერთმანეთს ეს არის ჩვენი ამოცანა კარგი იდეა და განხორციელებადია რომ მამარდაშვილის მემკვიდრეობა არ არის ფანატიური არ არის პლაკატური ღრმა არის ევროპა კულტად ნებისმიერი რამ ქრისტიანობაც კი ღმერთო მაპატია კულტად თუ იქცევა ეს არის უკვე არა ქრისტიანობა არამედ რაღაც სექტა და იყოფილა მოძღვრები და ველთავრები ჩავარდნილან ამ ხიბლში კულტად აქვს ქცეული ამიტომ ეს ძალიან კარგია იმიტომ რომ ორი გონიერი ორი გონი და გული კი ბატონო აი ესე ვთქვა ხო მაშინ ესე ვთქვა არა გონი და გული უნდა შევახვედროთ ერთმანეთს მართალია ეხა ჩვენ ისეთ სიმაღლებიდან ვილაპარაკოთ რომ დაბლა დავეშვათ აზრი არა აქვს მოდი შენ საახალწლო მილოს ამ პროგნოზით თქვი და დავასვენოთ ხალხს მე რა მგონია რომ ეხლა ძალიან დიდი ცვლილება ხდება პლანეტაში ევროპაში ცივილიზაციაში და საქართველოს აქვს თავისი განუმეორებელი როლი. ჩვენ ხშირად გვიტყვამს, ჩვენი ბრძოლა დღეს არის მშვიდობისათვის. ჩვენ შევდივართ ახალი 30 წლიანი ომის სიტუაციაში და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო იქნება ის ერთ-ერთი წერტილი მსოფლიოში, სადაც იქნება როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მშვიდობა. ამ აზრით მე ესე ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული როგორც სულიერი, ასევე ეკონომიკური ამოცანა. საქართველო ამ 30 წლიან ომში შეასრულებს იმავე როლს, რასაც შვეიცარია ასრულებდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ეკონომიკურად და სულიერად. აი ეს არის ჩემი პროგნოზი ამ 30 წლის განმავლობაში. BBC-მ დაწერა, რომ ეს ანეკდოტით დავასრულოთ, ანეკდოტური სიტუაციით. BBC-ის რუსული სამსახური გრუზინსკა კოკა-კოლა პირიპელაშილა დომ პუტინა. და პესკოვი გამოვიდა და ქართული კოკა-კოლა იყო პუტინის, თქვათ, მაგიდაზე. შეხვედრაში აწარმოა, იქ დაჯილდოებაც იყო და მოხდა კაცი ქართული კოკა-კოლა და პესკოვმა თქვა, მე არ ვიციო რა საიდან მოხდა ეს კოკა-კოლა, ექსპერტიზაზე გავაგზავნე. ყველა საოცარი არის, რომ ინდოევროპული კულტურაც ქართულ კოკა-კოლას ემსახურება. დიდი მადლობა.
კარგად გრძელდებოდეთ, ჩემო კარგებო. გილოცავთ თამდე ახალ წელს. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურებთ, ხარს გვიჭერთ. ჩვენი თითოეული სახე, თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ამას გზნობს. რა თქმა უნდა, ზოგიერთებისგან გზნობთ ზიზღს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიმახსოვრებთ და გარკვეული მიზეზების გამოა ეს ზიზღი გამოწვეული, ხოლო სიყვარულს რა თქმა უნდა ვიდებთ გულში და ვიმახსოვრებთ. უღრმესი მადლობა თქვენ რომ არა, თქვენი მხარდაჭერა, სიყვარული, თქვენი სურვილი რომ გვიყუროთ რომ არა, ჩვენ არაფერს არ გავაკესებთ. ერთად ვართ ძლიერები. ქართული ოცნება გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში საქართველოს არ იომებს არავისთან, საქართველოში იქნება მშვიდობა, ჩვენ მეტი დოვლათი გვექნება, ყველაფერი დასრულდება მალე, 25 წელს ომი დასრულდება და ამით ბევრი რამ დასრულდება. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, დიდი მადლობა რომ ეს წელი ჩვენთან ერთად გაატარეთ. მე პირადად შეხვდებით ხვალ, ზეგ, კი არა და ორშაბათს ფორმატით 3 და კოდა. შემდეგ უკვე იქ მარტო დაგემშვიდობებით. ამ ფორმატიდან ასე გემშვიდობებით და კარგად გრძელდებოდეთ დროებით.